ისე ამ ბოლო ხანებში ჩემით მეღვიძებოდა ხოლმე ზუსტად ახლა ხო 8 წუთი აკლდა მაღვიძარამ რომ გამაღვიძა და მაგის დაახლოებით 15 წუთი რო აკლია ხოლმე 20 წუთი რო აკლია ხოლმე მაგ დროს მეღვიძებოდა ხოლმე რა დღეს ალბათ ისეთი დაღლილი ვიყავი რომ არ გამეღვიძა რა დღეს რა შემეძლო წავსულიყავი შემეძლო არ წავსულიყავი და მოდი წავალ მეთქი მაინც რა რაღაცას გავაკეთე სახში ყოფნა და მე რაღაცა დაგეგმილიც არაფერი არ მქონდა რა ხო და წავალ ხო და გუშინ ვიყავი მაგალითად 6 საათზე გავიღვიძე და 8-ზე ვიყავი იქ დღეს ცოტა დღეს 10-ზე უნდა ვიყავ და მე გზაში და რაღაცა გადავიღებ რა თან ხო კიდე რავი მინდოდა მეთქვა რომ დილით 1 საათით ადრე ვიღვიძებ ხოლმე სადმე თუ უნდა წავიდე რა ცოტა ხანი რაღაცა ჩემ თავთან გავატარო ან რაღაც ადრე მაგალითად სულ ვიღვიძებდი ხოლმე მასე რა ადრე ზოგჯერ დავრბოდი ხოლმე სხვათა შორის კარგად მახსენდება ეგ პერიოდი კარგი იყო ხოლმე რა მე მთელი დღე ენერგიულად იყავი თან რომ დარბოდი 1 საათს ვატარებდი ხოლმე სირბილში და რაღაც მომენტში თითქოს მედიტაციურიც იყო ხოლმე რა შენ თავთან ატარებდი მაგ დროსაც იმ სირბილის დროს ფიქრობდი რა ხო არავინ არ იყო ეხლა დილით 6 საათზე და 5 საათზე გარეთ არავინ არ არის ხოლმე რა ძირითადად და პროსტო ფიქრებში ხარ ხოლმე და თან დარვიხარ რა არ იყო თუნ მაგრამ მე ერთი დღე გავიღვიძე მუხლი მდგიოდა მაგრად რა და ის დღე მაინც გავედი რა მაგრამ მე შუა გზაზე ისე ამტკივდა რავი ანუ სიარულით მოვედი სახში სირბილის მაგივრად რა და იმის მე აღარ გავსულა რა იყო პერიოდი კვირაობით დავდიოდი ხოლმე კიდე ეკლესიაში და ეგეც კაი პერიოდი იყო ხოლმე მაგრამ მე სხვა დღეები რაღაცა უნდა გეკეთებინა რა მაინც დილაობით ანუ დილაობით რაღაც მომენტში ასწორებს რა დღის დილიდან დაწყებაც ასწორებს ეს წინა ვიდეოშიც თქვი და უბრალოდ რაღაცას რო გააკეთებ რა რაღაცა რუტინის მაგვარი რო გაკეთებ კარგია რა ჩემი აზრით ახლა არის 6 წუთი არის 9-ის ანუ მე 9-ზე უნდა წავიდე რა 54 წუთი რაღაცა უნდა გავაკეთო ის იმ წიგნის კითხვა დავიწყე გუშინ მაგრამ ისე მეძინებოდა 12 გვერდზე ავედი მარტო რა ხო და ეხლა დილით არ მგონია გავაგზავნო შეიძლება გავაგზავნო კიდევაც რა ნახოთ რა მოკლედ ახლა ამას გავთიშავ და მე რო გავალ კიდე გადავიღებ რა შუქისანთება არ მიყვარს ხოლმე დილით რა ვიდეოს კი ეთყობა შუქი რო არა ანთებული მოკლედ შევისვენოთ მოკლედ აი ასეთი მზის ამოსვლა გვაქვს სახლიდან გამოსვლის დროს რა ხო და კიდე ერთი რაღაც ვერ გავითვალისწინე რომ ეს ტელეფონი ეგრევე მიჭირავს რა ჰორიზონტალურად თუ ვერტიკალურად ეგენი არ ვიცი რა რომელია მაგრამ ანუ გადმოტრიალებული არ არის და მე YouTube-ზე როგორ აიტვირთება და გაშლილი ანუ მთელ ეკრანზე იქნება თუ არა ეგ არ ვიცი რა ეგ ერთი რაღაც ვერ გავითვალისწინე მაგრამ არა უშავს ეს ვიდეო იყოს ესე ხო და მე რაც შემეხება ეს დახეული ჯინსი მევასება რომ აცვია არც ივარ რა სიმართლე რო გითხრა ეხლა არის ერთი 5-6 გრადუსი იქნება მე მგონი და დღეს არის ესე იგი 10 იანვარი და ამ დახეული ჯინსითაც არც ივარ რა ეს ყურსასმენი მინდებს ჩიბეში რა მაგრამ სიმართლე რო ვთქვა ამ ბოლო ხანებში არა ვარ ხოლმე მუღამზე მოსმენის რაღაცა პაუზები უნდა აიღო რა ალბათ ცხოვრებაში თორე ეგრე ყოველ დღე ერთი და იგივე რო აკეთო
მოსაბეზრებელია რა. ამ ტელეფონს მე მგონი ძალიან კარგი სტაბილიზაცია აქვს, ანუ არ ყანყალებს ან რაღაცა რა, ვიდეო იმენა გასწორებულია რა, ქათამის თავით რა. ქათამის თავი დააყენეს, ანუ ქათამი დააყენეს და იმას ვაფშე მაგარი სტაბილიზაცია აქვს რა. მენა არსად არ მიდის. ხო და ბარემ რავი მოვყვები ამ ტელეფონზე Pixel 6-ია რა. ხო და ეს ვიყიდე 200 ლარად მაიმარკეტზე. გაბზარულია და მაგიტო რა. არა და ძალიან მე მგონი ძალიან მაგარი გადაღება აქვს ამ ტელეფონებს რა, ამ Pixel-ებს რა და მაგაზე გამოდგება. არა და მეორე ესა მაქვს. iPhone SE რა. ეს ძველი იმიტომ მაქვს რომ ეს აქვს. ყურსასმენის ის რა. გასაკეთებელი ჯერ კიდევ ახლებს არა აქვს ხოლმე რა. ისევ ძველი ციარული და მუსიკის მოსმენა მირჩევნია. აქ ღერებზე სიგარეტის ხიდვა ყოველთვის მიყვარდა ხოლმე იმენა. ჩვენი მეტრო. ვაგონში რო შედიხარ იმენა მაგრად ცხელა ხოლმე. ახლა აქაც დამცხა მაგრად და ეს რავი გავიხარ. ეს ბზეზე შენობები რაღაცა ლამაზად ჩანს ამ ტელეფონში.